შენ ნაგლი არ ახარ თუ შენ საფრთხეს არ უქმნი ამათ გამიგეშენ მაშინ გადაგივლიან რა ანუ არაფერი ვაფშე სიმოხვაზე ხარ მაგრამ აი თუ ნაგლი ხარ თუ აწვევი მერე მოკაკულები მოდიან და ეს რა ქვია რაგნებავს და ის გინდა დეპუტატად ის როგ ამ დარწმუნებული ვარ ამ ძაძამიას ეგრე იმას იზავნეს გამიგე მე კიდევ ერთხელ ვიძახი როდესაც ამ ძაძამიაზე ვლაპარაკობ და რახან ნაგლობაზია მე გავაგზელებ აი ნაგლო ეხლა მე ვინაგლებ უკვე ისეთ რაღაცებს მოვყვები ჩემი ბიოგრაფიის და ჩემი ძმის რომ ვინაგლებ გამიგე მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ძაძამიას წინააღმდეგი კი არა ვარ და ახალგაზრდების წინს ახალგაზრდა რა თქმა უნდა ახალგაზრდებმა უნდა ჩაიბარონ მართლობა და უნდა მართონ და უნდა ყველაფერი მაგრამ ბიჭო რაღაცა ეტაპი გაატარე შედალოცვილიშვილო იმ ახალგაზრდას განყოფილების უფროსს მოადგილე განყოფილების უფროსი სამართლოს უფროსს მოადგილე სამართლოს უფროსი რაღაცა ხო რაღაცა გაატარე რო გადაუშალო კიდევ ერთხელ ვიძახი შრომის წიგნაკი დაიბადა ამა და ამ წელს ვყიროდა ქართული ოცნება თქვენი დედის ტყნის დრო დგებაო და მესამე უწერია დეპუტატი ქართული ოცნების აი სამი რაღაცა უწერია იმაში რა ქვია პირად საქმე იმაში შრომის წიგნაკში ვერ გავიგეთ ძმო სისხლი გვაქვს შანთხმეულია ხალხი ვართ უძილო ღამეები ძმო გამიგე ჩვენ არაფერი ძმო ჩემი ბამბა ჩემი ოქრო არ ჭხრიალებს და სხვისი ბამბა ჭხრიალებს მაგის დედავატირი ვეღარ გავიგეთო შემოდგაცეს თაობისთვის პატარა ვიყავი ამათვის დიდი ვარ ჩემი დრო აღარ მოვიდა მე თქვენი არ მინდა რა ეხლა ბოლომდე მივცე ჩემთან ბევრი სუფლება რა რაღაცა ხო დაამთავრა ამ ძაძამია რაღაცა განხრით დაუშვა სიტყვა არ ვიცი რა დაამთავრა იურისტია ჩვენი კოლეგა იურისტია დანიშნეთ მოვშინაგა საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად 21 წელს ვიჭია თუმცა ეგეც დიდი თანამდებობაა მაგისთვის მოადგილედან მაგრამ ნუ კაი პატივისცემა გინდა იმ შენი ძმაკაცისთვის დანიშნე განყოფილების ბოლო დანიშნე სამართლოს უფროსის მოადგილედ სამართლოს უფროსად დანიშნე და თუ ეგეთი მაგარი ძმაკაცია მამამისი დანიშნე სამინისტრად Razvinično, bićo, Tbilisi imaš, ვიღაცა ნაბიჯვარს, ბიჭო, რატო? ძაძამიას, ვიღაცას, ხო, რო გადაუშალო შრომის წიგნაკი, უწერია დაბადების წელი, მერე უწერია ოლა ქართული ოცნება თქვენი დედის ტყნის დრო დგებაო, იმას ვყიროდიო, ის უწერია პირად იმაში, რა ქვია, საქმეს და მესამე უწერია ქართული ოცნების დეპუტატობა. ნუ არ ვიცი ძმაო, არ ვიცი რა დიდი გამოცდილება. საცხოვრო ჯოჯოხეთში ვცხოვრობ ამის დედავატირე, გამაგებინეთ კაცო, გამაგებინეთ ბიჭო. მაშინ ეხლა მე რო გინება ვიცი? მამათი გინება თქვენს მიმართ, იმათ მოგეჩვენებათ, რა ქვია, იავნანად. მე რო გინება, მაშინ ეხლა ამოგიტრიალებთ ყველაფერს. ხო და მე რო იმას იზავთ, რა ქვია, მე მეც მაპატიეთ, მაგიზე მეც გამხადეთ დეპუტატი ძმაო. გამიგეთ? დეპუტატი გამხადე? გაგინებ, ეხლა ამოგიტრიალებ ყველაფერს, რახან გინებაზე გადის თურმე დეპუტატობის გზა. ხო, ამოგიტრიალებ, ყველა მერე ვიტყვი, რომ ბოდიში ძავა, შეცდარი ვიყავი, ეხლა წყობიდან გამოვედი, რა იყო, შენ არ შეგიგინია გაბრაზებულზე?